აი თქვენი საბუთები, ყველაფერი წესრიგშია, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ. და თქვენს მეუღლეს ღვედი რატომ არ უკეთია? წყმუტუნებდა და აუში. შეიძლება? შემოდი. ბატონო დავით, აი ახალი პაციენტი გვყავს. რა მდგომარეობაა? ესე იგი, მანქანა ყავს. ბინა აქვს, აგარაკიც აქვს, ბანკში ანგარიშიც აქვს და ორი შეძლებული ნათესავი ყავს. საოპერაციოა. მეც ასე ვიფიქრე. მოამზადეთ და მეც ახალია. კი ბატონო. გაუმარჯოს. მიდი რა მოზილე რა. ხელზე რა. არამჩის ვიტო. ჩემი მეზობელი როა ხო ის? კატო. კატო როგორ არის? ო მეოთხეზე რო ცხოვრობ. კი, რა. გუშინ მივიდა მთვრალი სახლში ბიჭო. არა? შევიდა თუ არა? ეცა მისცოლს და მკერდში ჩაარტყა წიხლი ბიჭო. რას ლაპარაკობ? ხელი რა შუაში? ვერ მოვასწარი გამოწევა კაცო. იცით, ნიშნობის ბეჭედი დავკარგე. და ხომ არ შეგიძლიათ რომ დაინახოთ სად არის. მომეცით ხელები. აი. ხედავ. თქვენი საწოლის ქვეშ. თქვენი საწოლის ქვეშ გდია. მოვიდა ენერგეტიკა. არა. შავმა ძალებმა წაიღეს. არა ვხედავ. თქვენი საწოლის ქვეშ არის. ვხედავ. ძალიან დიდი მადლობა. ორმესი მადლობა. და იქ რომ არ იყოს. ესე იგი შავმა ძალებმა წაიღეს. მაშინ იცი რას იზამთ? მოდით ჩემთან. დიახ. აქხსნით ჯადოს და გაგისუფთავებ დაურას. ვაი, ძალიან დიდი მადლობა. რამდენი უნდა მოგართვათ? 30 ლარი. აი, კი ბატონო. აი, ინებეთ. 40. ეხლა ვეხურდას დაგიბრუნებთ. დიახ. საწავიღე ჩემი საფულე. აქეთ ხომ არდევს? სად მივაჩერჩეტებ ხოლმე. სულ ამ საფულის ძებნაში ვარ. სულ მეკარგება.
სად არის ჩემი საფულე? შავმაცალებმა ხომ არ წაიღეს. სად წავიდა? რატომ დაიგვიანე? თვის ბოლოს ხო იცი რა ხდება ჩემთან სამსახურში? ხო ხედავ რომ არა მაქვს ეს ქალისტო. მელოდ ქალებთანაც დაიწყე ხო სიარული? შენ მე რას გამომაბარე? თქვენი პიცა მზად არის და 4 ნაჭრად დაგიჭრათ თუ 8? არა, 8-ს ვერ შევჭამ, დიეტაზე ვარ. 4-ად დამიჭერი. ესე იგი არა, ხო? არა. ძალიან კარგად მახსოვს, სანამ ცოლად მომიყვანდი, ბროლის კოშკებს მპირდებოდი. მართალია. ხო. ბროლის კოშკებს გპირდებოდი. მაგრამ სარეცხის მანქანაზე არასდროს არაფერი არ მithავს. კარგად მახსოვს. მუშაობ სადმე? არა. და ფულს როგორ შოულობთ? წერ. ესე იგი მწერალი ხართ. კი. ესე გამოდის. ყოველ შაბათს მამა ჩემს ვწერ, რომ ფული გამომიგზავნოს. გამარჯობა ეკიმო. იცით მე კარდიოლოგი ვარ. ვიცი ეკიმო, კარდიოლოგი რო ხართ. ხოდა მე გული მარწყობს. დიახ. და აი ყბა რატომ გაფთახვეული? რა ვიცი ეკიმო. მარტო ვარ სახში და რამე რომ მომივიდეს, ყბას ვინ ამიხვევს. ეხლა რამე რომ არ მომივიდეს, ამიტომ მოგაკითხეთ. აინტერესებს რა მჭირს გულზე. ატორია ქალბატონო დასტუკული. სეთიზბრალია ყველაფერი. არა და უკვე ძალიან დიდი ხანია მაგზეც ვასხამ. ყველა მეგმირჩია გადასარევი ზეთიაო. და რაზეც ასხამ რა? უი, გაჩვენებთ. აი? ტაფაზე საერთოდ არ იწვავს. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო მომრჩევლებო. საქართველოს გადარჩენის გზა ჩვენს პარტიაზე გადის. ხმა მიეცით პარტიას ერთ მუშტად და ჩვენი ერთ მუშტად შეკრული გუნდით შევძლებთ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას. პირველ რიგში მივხედავთ სამ პრობლემურ საკითხს. სასამართლო გახდება დამოუკიდებელი, მოგვარდება დასაქმების პრობლემა და პენსიები გაიზრდება 4-ჯერ. მაგრამ ამასთან ერთად საგადასახადო და ეკონომიკური რეფორმების გარეშე არაფერი.
კი, მაგრამ სამი ძირითადი პუნქტი რაც მე ჩამოთვალე, ამას ავტომატურად გულისხმობს. კი, გულისხმობს. მაცადე რომ ლაპარაკობ. ეროვნული უმცირესობის შესახებ რატომ არაფერი? აი ეროვნულ უმცირესობაზე მაინც აღარ ამოიღოთ, ამაზე იმდენია ნალაპარაკები. კაცო, შენ მაინც გაჩერდი, კაცო, რა უბედურება არის. მაშასე ძვირფასო ამორჩევლებო, ხმა მიეცით ერთიან პოლიტიკურ პარტიას ერთ მუშტად. აი, კაცო, რატო ჩამეჩარა? რაგინდო? რა არ მიფას, რა რეფორმებთან არ მიფას, დაკავშირებას მილიონჯერ და აი ძალიან რა გეხოცები კარგად დაფიქრი რა საკეთებ რა. მსგავსი არაფერი არ. ერთ მუშტად ქვია, კიდე ამას რა. შენ საერთოდ გაჩვენე. გამარჯობა. დავიმოწოთ. აბაბზანეთ. ექიმო, უძილობა მაწუხებს. გასაგებია. მოდით თავიდან მითხარით ძილში რაიმე ფაქტორი ხომ არ გიშლით ხელს? შუქი. შუქი? დიახ. და ჩააქრეთ მე ეს შუქი. მე ვთავ ექიმო, მაგრამ სხვები მინთებენ. სხვები? დიახ. ვინ სხვები? სხვა მძღოლები. როგორც კი ჩამეძინება ექიმო. სიგნალებით რო ვერ მაგვიძებენ, დანლებს მანანთებენ თვალებში ჩემი გზიდან გადადიო. არადა? ისეთი კარგი ძილი მაქვს ექიმო. იგუეთა რო ჩამეძინება, თუ არ გამაგვიძეს, რიკოთამდე ისე ჩავდივარ ვერ ვგებულა. ეს მოიხსენი ეს სათვალე შენ კიდე რა არ კეიფობ თუ მე პრანჭები. აჰა. თვალზე რა გჭირს? ამ ბოლო დროს იცი რა არის? არახს და ლუცროსო, თვალები მილურჯდება. ჩემ ცოლსაც მწარე ხელი ქონდა. კვირაში გაიცნობ. ერთი წელი ერთად ივლით. ერთი წლის შემდეგ ცოლობას გთხოვს. შენ და თან ხმდები. გეყოლებათ 2, არა, 3 შვილი. ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე. თავის ცოლს რას უზამს? აი ამას. გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. მაგრამ მე ხომ არასდროს არ დამეგვიანია სამსახურში. ყველა თქვენ დავალებას პირნათლად ვასრულებ. მტვერი გადაწმინდე ჩემი მაგიდიდან? დიახ, რა თქმა უნდა გადავწმინდე. ხო და იქ მთელი ჩემი კომპანიის ანგარიშები მეწერა. ეს ახალი კოლექცია? დიახ, უახლესია. და ადვილად ხომ არ ხუმდება? არა, რას ლაპარაკობთ? 2 წელიაცვა მანიკეს ვიტრინაში და არ გახუნებულა.
უშიშროთ. ლაზერული ეპილაცია ეს არის. თქვენ ლაზერი გნება? რა პრობლემაა, ლაზერიც გვაქვს. აი ლაზერი. კარგია. ეს ბოლო წელიწადია ქალთან საერთოდ არ ყოფილვარ. ეს თქვენს ასაკში ეს ნორმალურიც არის. როგორ არის ექიმო ნორმალური? ჩემ მეზობელი ჩემზე 10 წლით უფროსია და ყოველდღე იძახის ქალთან მიყავიო. მე რა თქვენს თქვით? დავიშალათ ვინმე? ბატონო დავით, იცით ერთ-ერთი თანამშრომელი ხელფასის გაზრდას ითხოვს. მე უთხარი რომ არა ვარიოთ. არა, ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ იცის რომ აქ ხართ. საიდან იცის სპეციალურად უკანაგარებიდან შემოვედი. იცით რა არის? ეს თანამშრომელი მე ვარ. ჩემი ქმარი გამთენიისას მობრძანდა სახლში, ვაჟი ბატონი. მაინც სად იყო? რომ მოვიდა, ავდექი და ჩამოვრეკე მაგის მაკაცებთან. 6-მა მითხრა ჩვენთან იყო სახლშიო. რას ლაპარაკო? 4-მა ჯერ კიდე აქ არის, ოღონდ ძინავსო. აი რა. და 1-მა საერთოდ დამალაპარაკა. რას ლაპარაკო? რას გაიგებ მაგაცას? 2012 წლის 22 იანვარს მე დამიკავშირდა ჩემი უბნელი დათო კორძაძე, რომელმაც მთხოვა რომ ჩამომეყალიბებინა პარტია. რაზეც მე თავიდან უთხარი უარი. მეორე დღეს საღამოს 10 საათზე დათო კორძაძემ დამირეკა და მითხრა რომ ფაცხებში ვსვავთო, ფაცხებშიო და იქ მოდიო. სადაც მე მივედი და იქ დამხვდა დათო კორძაძე, მისი ძმა ზურა ლაბაძე და კიდევ 3 ქალი. ვინმე მადონა, სოფიკო და აქსანა გაზალოვა. იქ დავლიე რამოდენიმე ჭიქა არაყი, რის შედეგადაც აფექტურ მდგომარეობაში დავთანხმდი რომ ჩამომეყალიბებინა პოლიტიკური პარტია. ასე ჩამოვაყალიბე კოჭმეყალიბთა პარტია. ძალიან დიდი მადლობა. როგორ გეკადრებათ? პირიქით გმადლობთ რომ ჩვენი ესთეტიური ცენტრის მომსახურებით სარგებლობთ. გელოდებით ისე უახლოეს მომავალში. იცით ექიმო, ძალიან სიმპათიური დაცვა გყავთ. იცით, ახალი გახსნილები ვართ, ფული არ აგვაქვს და ამიტომ ხელფასების ნაცვლად ოპერაციებს უკეთებთ ხოლმე. რა მაგარია მაჩვენე რა. ძალიან მაგარი კაბა. და სად იყიდე? პარიზში. პარიზი სადაა? ძალიან შორს არის, აი აქედან 500 კილომეტრში. აზრზე ხარ რა გადაკარგულშია და მაინც რა მაგრაკერავე. აი ეს ერთი ზომით დიდი ხომ არ გაქვს, პატარა მაქვს და არა იცით უკვე აღარ გვაქვს. არა, მაშინ უკან დავაბრუნებ.
აი ნახეთ, ჩვენთან გარკვევით წერია, გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. არ მიყიდია. მოვიპარე. ესე იგი, ნაყოფი 32 კვირის არის. წონა 2.5. თავის ზომა ნორმალური, კიდურები ნორმალური. თვალები თქვენი აქვს. ჩემი. ტუჩებით. აი, ცხვირით ეტყობა მამას გავს. და სქესი? სქესი კარგად არ ჩანს. გოგონა, ეხა იცით რა ქენით? ცოტა მოეშვი. მოდუნდი. შვიდად. და აი გამიხსენი გული. ой, მე მანახეთ ითი. არა. სქესი. ეხლა მე შენ მისამართს მოგცემ. ციალას იკითხავს სანზონაში. რადიოს მარცვლებზე მკითხავს 100%-იანია სქესში. როიტყვის ბიჭიაო, წყალი არ გაუვა. როიტყვის გოგოაო, მოკლედ 100%-იანია. ძალიან დიდი მადლობა. ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ. ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ. ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ. დათო, სურა, გიორგი. დათო, სურა, გიორგი. დათო, სურა, გიორგი. დიდი მადლობა, ამას ავიღებ. კარგით, ნახვამდის, კიდევ მოგბრძანდით. როგორ მომწონს ეს პიჯაკი? გიჟდები. სეილზე ვიყიდი. ხსენიება. დიდი მექნება. ფერი რაღაცია? დიდი მექნება. რა? ახლა. აუ, შენ ტანზია, შენ კევილი. გამარჯობა. რა ღირს ეს პიჯაკი? არა, ეს. ეს პიჯაკი ღირს 200 ლარი. დიახ. ახალი კოლექცია? ეს წუთია მივიღეთ. რა კარგია. თან ჩემი ზომა. ხო? მიხდება? კი, იცით, თქვენ ტანზია შეკერილი, არა? კარგით, მაშინ ავიღებ. კი ბატონო, ერთი წუთით. დავარიგო? არ მინდა. რა იყო, რა გჭირს? სამსახურიდან გამომაგდეს. მართლა? რატო? რა ვიცი, ორი თვე არ ყოფილა და რა ვიცი. დავამთავრე მენეჯმენტის და მარკეტინგის DHS-ის კურსები, ვფლობ ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს და ესპანურს, ასევე მაქვს Fixman House-ის სერტიფიკატი და ერთი კვირის წინ ავიღე BMI-ის დიპლომი. გასაგებია. გასაგებია. ანკეტები. აი ეს არის. აი ეს შეავსეთ. თავარია ეგ ოთხოვნდა დააკმაყოფილოთ. ეგ უნდა შეავსო.
მე მომწონს ეს. რა, მეც მომწონს, კარგია. შვენიერი არჩევანია, ძალიან მაგარი მანქანაა. ხო, მაგრამ ხო არ შეგვემოწმებია მაინც ჩვენ. და უნდა შევამოწმოთ, კაცო, ჩვენი რა მიდის მაინც. კი ბატონო, არავითარი პრობლემა არა, შეამოწმეთ სადაც გინდათ, კი ბატონო. შევამოწმოთ, ბიჭო, აბა რა, მოდი აქ, მოდი, ასე. აბა, თავისუფლად დაეტევა. ოთხიგაც და ხუთი დაეტევა, კაცო. აქ შეგედი დაკარებაროა. იქ აქ მოგროვდება ცხიმი, მერე შენ რო გიყვარს ხოლმე. ჩააწო მაშინი. გადასარევი. აქეთ ხარეს დავსვამთ. აგერ შოთოვიც. აუ რა თამადებს. კარგი იქნება, შენ ასწავლე. შენიერი მარტოია. მოიდეხე. აი საკი ხუათი. მოდი შემიძლია მოიდეხე.